მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. ბათუმელები იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის ასევე აჭარის მთავრობის შენობა, სადაც 175 დღეა უკვე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოთხოვნები არის უცვლელი, მოქალაქეები, რომლებიც თითქმის მე-6 თვეა ქვეყანაში საპროტესტო აქციას მართავენ, მოითხოვენ ახალ არჩევნებს და მოითხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურმა და არალეგიტიმურმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ დატოვოს, ასე რომ ვთქვათ, ხელისუფლება, ძალაუფლება დატოვოს და ჩატარდეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნება თავისუფალ გარემოში აირჩიონ ისეთი ხელისუფლება, როგორც მათ სურთ. ასევე მოქალაქეები მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, იცით რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი ადამიანია პატიმრობაში, მათ შორის ბათუმელების დამფუძნებელი მზიამაღლობელი და ასევე სხვა პირები, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან და ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ ოცნების ხელისუფლების გადადგომას, ასევე ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები ტყვეობიდან. ასევე მინდა შეგახსენოთ ის, რომ ქართული ოცნება აპირებს რუსული კანონის პირველ ვერსიასთან შედარებით გაუარესებული რუსული კანონის ამოქმედებას 1 ივნისიდან, რომელსაც ქართული ოცნება ეძახის ფარას და რეალურად აი ამ კანონს არანაირი შეხება არ აქვს, ასე რომ ვთქვათ, იმ ფარასთან, ამერიკულ ფარასთან, რომელსაც უკავშირებს ოცნების ხელისუფლება. დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მან სწორედ აი ამ ფარას აღსრულების მექანიზმებზე ესაუბრა. აი ამ შეხვედრიდან გამოსული ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ აპირებს ამ ახალი რუსული კანონით ქართული ოცნება ფაქტობრივად გაანადგუროს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აი ამ ახალი რუსული კანონის მეშვეობით ქართულ ოცნებას შეუძლია აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი ადამიანი გამოაცხადოს უცხო ქვეყნის აგენტად, რომელიც მას გააკრიტიკებს. უცხო ქვეყნის, გავლენის აგენტის ეს კანონი, ფარა, ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც რეალურად არის რუსული კანონი, შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში, მაგალითად Facebook-ში დაწერს ქართული ოცნების გამაკრიტიკებელ სტატუსს, თქვათ. ამ შემთხვევაში ეს ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ პიროვნებით და თუ ეს ადამიანი მაგალითად იღებს რაიმე ტიპის შემოსავალს ან გრანტის სახით, ან რაღაც უცხოური ფონდების სახით, ეს ბიურო გადაწყვეტს, რომ ეს ადამიანი ამ დაფინანსებას იღებს უცხო რაღაც გავლენისთვის ინტერესების გატარებისთვის და მას აიძულებს, რომ დარეგისტრირდეს ოცნების, ასე რომ ვთქვათ, აგენტების სიაში. ეს კანონი არის ბევრად რეპრესიული, როგორც ამ შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს და ამის შესახებ მანამდეც საუბრობდნენ ადამიანის უფლება დამცველები, მედია ორგანიზაციები და სხვა ექსპერტები, ვინც მუშაობენ, თქვათ, ამ საკანონმდებლო მიმართულებით და აცხადებდნენ, რომ ეს ფარა მთლიანად არღვევს ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია იმისათვის, რომ ქვეყანაში აღარ იარსებოს არანაირმა კრიტიკულმა აზრმა, გაქრეს თავისუფალი მედია, გაქრეს სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ აქ მყოფ ადამიანებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ხედავთ, ლადო აფხაზავას. მოგესალმებით ბატონო ლადო, ბათუმელების ლაივში ხართ და ჩვენ ახლა საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, ინფორმირებული იქნებით თქვენს, რომ 1 ივნისიდან ქართული ოცნება აპირებს ამოქმედოს მეორე რუსული კანონი, ეგრეთ წოდებული ფარა, თვითონ რომ ეძახის, რომელიც არის იმაზე უარესი ვერსია, ვიდრე იყო 1 რუსული კანონი. უარესი მათთვის. თუ ამდენი წნეხის და ამდენი ადამიანების
ადამიანებს რა ისეთი რაღაცები გაუკეთეს და კიდევ მაგას თუ აპირებენ, მათ მოუბრუნდებათ ყველაფერი უკან. ქართველი ხალხი უკვე მეორე ტალღასაც უკვე ვეღარ გაუძლებს კი არა, აღარ მოითვეს. ხო და განახორციელონ, აი ნახოთ, როგორც პირველი რუსული კანონი ვერ განახორციელენ და ვერავინ ვერ იყო, არავინ არ დარეგისტრირდა და უკვე ამის შესაბამისი არაფერი არ აქვთ ხელთ და ვერ აკეთებენ. ისევე ჩაებუშებათ ეს ფარა. აი წინასგან განსხვავებით ეს კანონი ითვალისწინებს მაგალითად სოციალური ქსელების კონტროლს. ჩვენ ვიცით ხო როგორი აქტიური მომხმარებელია ქართული საზოგადოება სოციალური ქსელების. აი ამ კანონში ჩადებულია მუხლი, რომ თუ კი ვინმე კრიტიკულ პოსტს დაწერს ოცნების ხელისუფლების მისამართით, მას აიძულებენ რომ დაუშვათ დარეგისტრირდეს აგენტების რეესტრში. ეს რამდენად იმოქმედებს მაგალითად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთში განახორციელო, იმაში რა ქვია კიდევ იმ ქვეყანას ბელორუსიაში, მაგრამ მაგას საქართველოში ვერ განახორციელებენ. აი როგორ მაგალითად ჩვენ ვიცით რომ მაგალითად მასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილი თუნდაც პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ საკმაოდ ასე რომ თქვათ თვით ცენზურა განახორციელეს ხო ისი აღარ აქტიურობდნენ როგორც მანამდე და თქვენ ფიქრობთ რომ აი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი თქვათ იქნებიან კი კრიტიკულები უსამართლობის მიმართ? ხო, კრიტიკულობა ერთია, როგორ გამოხატავს ადამიანი და მეორეა ის შენ რა რისთვის იბრძვი. შეიძლება არ ახმოვანებს მასწავლებელი ამ ყველაფერს, მაგრამ რო დასჭირდეს ის ამოიღებს ხმას აუცილებლად. აი თუნდაც ჩემ მაგალითზე 18,000-მა მასწავლებელმა დამიჭირა მხარი და სოლიდარობა გამომიცხადა ბევრი არაფერი, მაგრამ ბევრი რატომაც არა, 17,000-მა კაცმა ჩამირიცხა ლარნახევარი, ხო? როცა ჩემი ჯარიმაც გადავიხადე და სხვის ჯარიმაც თქვა. ხო და სოლიდარულები იქნებიან, მაგრამ აი საქართველოში რა ძალიან რო გაჭირდება, ძალიან უკვე უკიდურესობა, რომ მერე ვდგებით ქართველები ერთად. ის ხალხი, რომლებიც ეხლა ჩვენ გვაკრიტიკებენ, ის ხალხი ცოტა ხანში ჩვენ გაგვასწრებს და ჩვენს წინამ დადგებიან და ისინი უფრო მეტად იბრძოლებენ. მე ამის იმედი მაქვს ამ ფარას ამოქმედების შემთხვევაში. იმიტომ რომ 100-ია თუ ისია 30 წელი მაინც შინაგანი თავისუფლება, თავისუფალ საქართველოში დაიბადა ახალგაზრდობა. ეხლა უკვე სკოლის მოსწავლეებშიც ძალიან დიდი ისაა პროტესტის მუხლი არის, იმიტომ რომ უკვე მოსწავლეებიც გაიძახიან იმას, რომ ჩვენ ვერ გაუძლებთ ამას და ჩვენ აი ძალიან ბევრი იმას იძახის, რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებ, წავალ საზღვარგარეთ, მაგრამ ზოგიერთი იმას გაიძახის, რომ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს, ვერ განახორციელებს. ხო, ერთი მომენტიც არის, რომ შეიძლება ვინც ვერ გაუძლებს ამ წნეხს, რეპრესიულ წნეხს, შეიძლება დატოვოს ქვეყანა, ხო? პრინციპში ეს აზარალებს საქართველოს დემოკრატიას. ქვეყანას ვინ დატოვებს, ძალიან მალე ვნახავთ. ქვეყანას ვინც დატოვებს, ძალიან მალე ვნახავთ ჩვენ არავინ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დატოვებას. ჩვენი მშობლები, ჩემი მშობლები, ჩემი ნათესავები, აქ არის მათი საფლავი, ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენი წინაპრები აქ ამ მიწაზე დაიბადნენ, დაიხოცნენ და ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას ვიღაცა ერთი კაცის გულისთვის, კაცო. ერთი ბიზნეს გულისთვის ჩვენ ასა წასვლას არ ვაპირებთ. ხო და ვინ ვიწავა ცოტა ხანში და აი ხლა ძალიან კარგად როგორია, კარგად კი არა, აი ხლა ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს, ეხლა არის მესამე ეტაპი ხელისუფლების კუდობის. ეხლა აქვთ აღიარების ეტაპი, რომელიც ცოტა გრძელი მონაკვეთია და რისი აღიარების? ხელისუფლება ითხოვს აღიარებას. ამიტომაც ჟურნალისტები, როდესაც მიდიხართ და ეუბნებით ინტერვიუს, აი ჯერ მაღიარე დეპუტატად და მე აი მაღიარე რომ მე ლეგიტიმური ხელისუფლება ვარ და მე მოგცემ აი ეს ტყუილად კი არა. ეს ზუსტად სახელმწიფო კუდობის მესამე ეტაპია, რომელიც ძალიან დიდია და ძალიან დიდხანს ცდილობენ რომ აღიაროს ვიღაცამ. ამდენი პოლიტპატიმარი რატომ ყავენ? პრინციპში მათი ბოლო იმედი იყო ტრამპის ადმინისტრაცია, ხო? მედია ზიამაღლობელი რატო ყავთ?
ჩაგდებული რომ აღიაროთ ბათუმელები რომ მიხვიდეთ და ბატონო გვიშველე და გვერდში დაგვიდეთით და ჩვენ ამოგიდგებდა. არავინ არ მივიდა ბათუმელებიდან, ხო? ყველა ეგონათ დაჩოქებული მიხვიდოდით ეგონათ, მაგრამ არ გააკეთეთ, ხო? ეს არის ხელისუფლების გტომის მესამე ეტაპი და ეხლა რომ ვერ აღიარებას ვერ მიიღებენ, ვერავინ არავისგან არ მიიღებენ. აი რამხელა მექანიზმები გამოიყენეს, აი იბარებენ, თქვა წულყიანის კომისიაზე კიდევ რაღაც. ანუ ბევრი მექანიზმი აქვენ და ვერცეთიდან დადებითი ვერ მიიღეს. აი ამ ეტაპის შემდეგ უკვე დაიწყება დეპრესია. პრინციპში ეტაპზე გადავიდა. მათ წერილს ხო ყობახიძემ რო თქვა, რომელიც მიწერა ტრამპის ადმინისტრაციას, შეაფასეს როგორც სასოწარკვეთილი წერილი. ეს რუბიო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის პირდაპირ თქვა უკვე, რომ ეს არის ანტიდასავლური ძალა ქართული ოცნება და ფიქრობთ როგორ ვიმოქმედოთო. რა მოლოდინი გაქვთ როგორ ფიქრობთ და აი ეს როგორ იმოქმედებს თუნდაც ამერიკის პოზიცია საქართველოს მომავალზე. ხუთი ეტაპი რომაა სახელმწიფო ყდომის, ამ ხუთ ეტაპის ბოლო პერიოდებში არის უკვე გარე ძალები, როგორ დაგეხმარებიან, როგორ სანქციები, ესეც აძლიერებს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მარტო ეს ყდომის ეტაპები არაა. აქ არის სხვადასხვა ქვეყნიდან წნეხი, აი ამიტომაც სანქციები. თუნდაც რუბიოს პასუხი, ყობახიძეს კი გონია რაღაც საოცარი გამჭრიახი გონება აქვს, განათლება აქვს, მაგრამ განათლება ძალიან ცუდად არ უნდა მოახმარო შენს ქვეყანას და შენ ხალხს, ხო? აქედან გამომდინარე, მას კი გონია, რომ ძალიან მაგარ სულებს და სტრატეგიულ გათვლებს აკეთებს, მაგრამ ისე უცებ დაამთავრდებია. აი სიზმა, აი ახლა ცოტა ხანში დაიწყება დეპრესიის პერიოდი. იმიტომ რომ ვერ საიდან ვერ მიიღენ ეს აღიარება. კი ბატონო. ეჭიდებიან ხალხს. ლადო, რამე და იცი, აი მაგალითად, როდესაც პოლიტპატიმრებს ეხმარებოდნენ და უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს ის ფონდები დააყადაღეს, ხო? და მაშინ უთხრეს, რომ ანუ ეს არისო რევოლუციის წახალისებაო, ხო? მიზეზი ეს იყო. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, როგორი მხარდაჭერა ქონდა თქვენ არა მარტო საქართველოსდან, მათ შორის უცხოეთიდან, ხო? თუ კი მოხდება ისე, თქვენ საკმაოდ კრიტიკული ხართ, ხო? ოცნების ხელისუფლების მიმართ და აი თქვენ რა მოლოდინი გაქვთ როგორც პედაგოგს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომ მაგალითად კრიტიკული პოსტის შემდეგ შეიძლება რომ დაიბაროს რაჟდენ კუპრაშვილმა, რომ აი დარეგისტრირდით აგენტების სიაში. როგორ მოიმოქმედეთ? აი პოსტის პირს გვილეწავდნენ და არავინ არ დაუპატიმრებიათ და არავისზე პასუხი არ უგიათ და ახლა პოსტის დაავწერთ, ნუ შემოვა კაცო და ნუ წაიკითხავ ჩემ პოსტს, ხო? სიძულვილის ენას დეპარტამენტია საქართველოში და სიძულვილის ენის ტირაჟირება მაგათ ხელისუფლების დროს მოხდა, ქარხანა, ფაბრიკები აქვენ ტროლების და ბოტების და ახლა მაგათმა ვერ გავიგე, მაგათ ტროლების და ბოტების ქარხანა ქონდეს და მე ერთი ელემენტარული პატარა საყვედური არ შემიძლია დავწერო? რა სისულელია რაღაც ვერ იზამენ მაგას, ვერ იზამენ, იმიტომ ხალხის იმხელა შინაგანი თავისუფლება აქვს უკვე ადამიანებს, ხო? რაჟდენ კუპრაშვილი კი არა. ანუ ეს თქვათ რაღაცა მასობრივი ტერორის მექანიზმის შექმნა, რომ აი ყველას დავიჭერთ, ყველას მოგაკითხავთ. და ტერორები განახორციელონ, იფარაც დაიწყონ და აი კიდევ საშინელი კანონები მიიღონ და მათ მოუბრუნდებათ უკან. რაც უფრო სისულელეებს გააკეთებენ, მით უფრო ძალიან კარგია ჩვენთვის. რაც უფრო ბევრ ხალხს გააბრაზებენ, კიდევ უფრო ბევრ ხალხს გააბრაზებენ მაგ ფარას, იმიტომ რომ იმ ფარას ვისაც ეხება, ჯერ ისინი არ არიან კიდევ გამოსულები, ჩვენს გვერდით არ არიან. ისინი ეხლა გამოვლენ ცოტა ხანში. ქვეყანა რო გაჩერდება. ვინც ელოდებით იგივე ტალღას რაც იყო რუსული კანონის პირველ ჯერზე? უარეს ტალღას ველოდები პირველიდან, მაგრამ ეს უარესი მათთვის უარესი იქნება. არა, ხალხისგან თუ ველოდებით იგივე რეაქციას რაც იყო პირველ ტალღაზე. ხო, ხალხი თვითგამორკვევის ეტაპზეა, ეხლა ფიქრდებიან და ფიქრობენ იმას, რომ თურმე მე ჩემი აზრი არა აუცილებელი არანდა და არჩევნებზე უნდა ავირჩიო ესენი
თუ დავირჩიოთ, რატო არ შეიძლება გადავირჩიოთ? უკვე ამაზე ფიქრობენ, ხო? ძალიან მარტივია და უბრალო ადამიანები უკვე ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ეხლა მე რაიონში ვცხოვრობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და იქ არ შემხედრია ჯერ ადამიანი. უბრალოდ რა, ლადო, შენს ხარეს ვარ, მაგრამ არ დაგვინახოს, არ გამცე პასუხი იმალები. მართლა? ხო, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე აი თუნდაც ხშირად ვერ გრძნობს იმ საფრთხეს, რომ დღეს თუ დაიმალება, ხვალ მაინც მიაკითხავს რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო. მას არ მიაკითხავს, მის შვილიშვილს მიაკითხავს, მის სიძეს მიაკითხავს, მის შვილიშვილს მიაკითხავს და ეს ამას ხდება უკვე ადამიანები. დიახ. აქედან გამომდინარე ფარა კი არა, 10 ფარა რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს ვერ გახდება. დამთავრდებიან ძალიან მალე, დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა თქვენიც. მადლობა ლადო მოსაძრების გაზიარებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ ახალ კანონზე, რომ აპირებენ ყველა დასაჯონ, ვინც კი გააკრიტიკებს ქართულ ოცნებას? მე თუ აქ გამარჯობა პროექტში, მე თუ აქ დგავარ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. აი, ციხეშიც რომ გამშვან, მე მაინც დავწერ იმას, რასაც ვფიქრობ, ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და ვერაფრით ვერ შემაშინებ. დამაჯარი მონ არ არის პრობლემა. ანუ ფიქრობთ, რომ ეს არის ბოლო გაბრძოლება რეჟიმის? იფართხალონ რამდენიც უნდათ. ხალხი მაინც ფიქრობს და გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. უბრალოდ რუსეთში და ბელორუსიაში იმიტომ გამოვიდათ ეს ყველაფერი და ეს კანონები, იმიტომ ამოქმედეს, რომ იქაურ ხალხს არ ჰქონდათ ის თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს. და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ეს თავისუფლება მოვიპოვეთ. მე საბჭოთა პერიოდის ბავშვი ვარ და ახალგაზრდა ვარ და დღეს კიდევ აი იმაზე ვბრაზობ და იმას ის ვერ მომინელებია, რომ მაგათი აგიტაციით მე თვითონ რას ვფიქრობდი, მაგრამ მადლობა ღმერთო, ეს ყველაფერი სხვანაირად წავიდა 90-იანი წლებიდან 35 წელიწადამდე მე ამათვე ბრძვი და აი როგორ შეიძლება ამათთან მე შემაშინო, გამორიცხულია ხო? და ახლა ახალი თაობა და ბავშვები და ისინი 2002 წლის შემდეგ გაზრდილი ბავშვები, რომ ყველანაირად დაუმორჩილებლები არიან და რომ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ ბავშვებს, რომ ამას ვეუბნებით ეს ასე იყო, აი უბრალოდ უკვირთ. ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ის ყოფილიყო ისე როგორც ვეუბნებით. ანუ ფიქრობთ, რომ Facebook ცენზურასაც ვერ მიაღწევენ ისინი ქვეყანაში? ჩვენ ქვეყანაში ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ჩვენში არის ის თავისუფლება, რაც უნდა იყოს. და გვაქვს თავისუფლება. და ჩვენთან ვერ მიაღწევენ და რუსეთში და ბელორუსიაში იმიტომ მიაღწევს იმას, რომ ისინი არ იყვნენ, არ ყოფილან თავისუფალ ცხოვრებაში. თავისუფლება არ უნახიათ. მათ მარიციან რა არის დემოკრატია, რა არის თავისუფალი სიტყვა. და იმიტომ მიაღწევს და ჩვენთან ვერ მიაღწევენ, გამორიცხულია, არ არსებულია. მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მიღწევადია ის, რაც აი რუსული კანონი ორში ჩადო ოცნებამ თავისუფალი სიტყვის გასაქრობას? ვერც მიაღწევს და არც იქნება, იმიტომ რომ საქართველო არის ხალხი დავიცავთ ჩვენ კუთხეს, ჩვენ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ არსაწასასვლელი არ ვართ და არც გვაქვს არსაწასასვლელი. რომ გქონდეს, მაინც არ წავალთ საქართველოდან, იმიტომ რომ ჩვენ ქართველების შვილები ვართ ყველა. იმიტომ საქართველო მათ არ დაუარსებია, მათ არ გაუკეთებიათ არაფერი. 12 წელი რაც ჭამეს, ეს შერგებოდნენ, წესულიყვნენ ნორმალურად ჯობდა, ვიდრე კიდე ჩაბღაუჭებული რო არიან და გამოდიან და ხალხს გვაშინებენ, გვატერორებენ. ხალხი მილიონობითა და მათ არიან რაც 100 და 200 კაციც არა პარლამენტში რეგბანი. ვით გვაშინებენ, დაგვაშინონ ყველაფრით, ჩვენ მაინც აი 5 წელი ციხიან აგენტის სტატუსი, ამას ითვალისწინებს კრიტიკისთვის. მაგისაც არ გვეშინია, ჩვენ თუ ამდენი ელიტანეთ, მე ზამთრის მერე ცივ ყინვებში ყველა სახში იჯდა და მე აქანევიდეთ, იმიტომ რომ განა მე ყველაფერი ნანახი, მე ჩემი შვილიშვილების და შვილისა მომავლის დავიბძვი, იმიტომ რომ მომავალი ყველაფერი კარგი იყოს. და ვიყოთ კარგად, რატო შობიან ამას? მე ვერ გამიგია, რატო აქვენ ეს პრინციპი, რომ ასე და ხალხი დააშინო. ხალხს მოგხედონ კი არა, რომ დგავართ ქუჩაში. ერთი რომელიმე თუ გამევიდა და თქვა, რომ ხალხო, ჩვენ გვერდში დადექი. კარგად იქნება საქმე. არა, პირიქით ამ ხალხს ატერორებენ, აშინებენ, ცემენ.
რა არ გვიქნეს, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავართ დღეს ფეხზე და ასე ვიქნებით. ანუ ფიქრობთ რომ პირველი რუსული კანონივით ვერ იმუშავებს ეს? ვერ იმუშავებს, ვერასოდეს. თუ შეიძლება მაინც რაღაც უფრო მეტი გამოვა ხალხი, რაც მეტ გაგვაღიზიანებენ, უფრო მეტი ხალხი გამოვა. ჯობია დაწყნარდნენ, გონს მოეგო და ხალხში გამევიდნენ და ხალხს იმედი მოგწევ. იმეც რო არ გვაძლევს და ხალხი ავჯანყდებით, მაგას რატო არ ფიქრობენ? რა, ფული ახარბებენ? ფული არის ხელის ჭუჭი, თავარია ადამიანო. დიახ, რა თქმა უნდა, ისინი იცავენ თავიანთ ძალაუფლებას და ფულს, ივანიშვილის ფულს და პრინციპში არც მალავენ, რომ ისინი ივანიშვილის ფულის ინტერესებისთვის იყვნენ. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. თქვენ ხომ არ გინდათ გვითხრათ? რამე? როგორ ფიქრობენ, ამ კანონით შეძლებენ თუნდაც თქვენს გაკონტროლებას? ჩემნაირები ბევრი ეყოლება, მე რევოლუციონერი შვილი ვარ. ბაბუაჩემი აჭრელებულია მუზეუმები. ისე ავაჭრლებ თქვენს სურათებს და თქვენს უნამუსო სახელებს. ერთადერთი ეგენი წავლენ. ახლა მინდა ზარქუას უთხრა. აი გენაცვალეთ ხალხო, ზარქუას რომ ასეთი ამბავი დამატეთ. ზარქუა, კუბულიუს რა უხდებდით? ეი შენ ბიჭო, ზარქუა, მოდი და შემედარე საქართველოს ქართველობაში. რომ ტრიპაჩოს ქართველი ვარ და მოდი დამიდეკი და ვინ ქართველი იქნება დაგადაღე. მოუსვი და მოцоცხე აქედან. შენი გაკიბრებული 89 ხო ხარ, 88 ხო ხარ, ხო და 87 იქნები შენს გარეშე. მოუსვი და გაკრი აქედან. თქვენ უნამუსოებო. აი ნამდვილად თქვენს მიწაზე ბუმბული არა ჭინჯარიც არ მოვა მგონია. იმდენი რამე გაუკეთეთ. თქვენ დროს მოსული 10 წლის ბაღანა, დღეს 22 წლისა. რა დაანახეთ მკვლელობით მოსულებო. ბარბარეს მკვლელებო, ლუკას მკვლელებო, ლექსო როგორ გეიტაცეთ. და შენ მედრები საქართველოს სიყვარულში და შენ ამბობ ქართველი ვარ, თქო მიგიფუტყებია. ერთი სადმე კიცა მაწყედია, შენ თავი დაგანახებ რა ქართველი იქნება. და დანარჩენ შენიანებსაც მასე 16 წუთში არჩეული პრეზიდენტი რო ყავს და ირეგებით ფეხს ამბიზინას ვინ დაიგება. პოლისტილოები ხარ. ვერ გაიხარებთ საქართველოს. მადლობა თქვენი პოლის გაზიარებისთვის. მოგესალმებით. ბათუმელების ლაივში ხართ. მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო. აი, 1 ივნისიდან აპირებს რუსული კანონი 2 სამოქმედებას ოცნება. დღეს პრინციპში დაემუქრა ყველას ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე, რომ ყველასთან მოვალთ, ყველას მოგწუდებით, ანუ ყველა იქნებით აგენტების, ასე რომ ვთქვათ, სტატუსის საფრთხის ქვეშ, რა, ვინც კი გააკრიტიკებთ ქართულ ოცნებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ეს კანონი, რა გავლენას მოახდენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე? დასაწყისის პროცესში იმუშავებს, ვიღაცები დაშინდება, მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს თუ რაოდენ ცუდ საქმეს ეწევიან ესენი და გონი ეგ მომენტი იქნება, რომ ყველას მოთმენა უკვე აივსება და უკვე მოთმინების ფიალა? დიახ, მოთმინების ფიალა აივსება და ყველა უკვე ალბათ გაბრაზებული გამოვა თავიდან და რაც 28 ნოემბერს დაიწყო, ის გონი თავიდან აღდგება და ის იქნება მათი უკვე დასასრულის დასაწყისი, ასე ვთქვათ რა. რაც მალე იზამენ ამ ყველაფერს, მარტუხებს მოუჭერენ, მით უფრო მალე დამთავრდება. თქვენზე თქვენ თუ ხართ სოციალური ქსელების მომხმარებელი და მაგალითად თქვენზე აი აწი დაუშვათ ამის შემდეგ, როცა გადაწყვეტთ რომ რაღაც დაპოსტოთ, იფიქრებთ თუ არა იმაზე, რომ ამ პოსტმა შეიძლება მოგაყენოთ კარზე ანტიკორუფციული. არა, პირიქით мотиваციას მომცემს, რომ მეტი პოსტი დავწერო, ამათ კრიტიკული და კი ამის გამკეთებელი ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და რა პოსტის დაწერაზეა საუბარი, როცა შეიძლება ქართული დროშის მაგივრად ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე რუსული დროშა იყოს ევროპული დროშის მაგივრად და ჩვენ ამის დამთმობები არა ვართ და შესაბამისად ვიმოქმედებთ როგორც სწორად ჩავხდით ჩვენ ახალგაზრდები და ახალგაზრდები არიან ის თაობა რომელიც ამ ქვეყანას ევროპაში შეიყვანს. მადლობა. ბათუმელების ლაივში ხართ თქვენც. რას ფიქრობთ, იმუშავებს თუ არა ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელსაც ოცნება ეძახის
ფარას, მაგრამ რეალურად საერთო არ აქვს ფარასთან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი უფლება, არ იდევნებიან ადამიანები არც სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო და არც მედია იდევნება და არც სამოქალაქო სექტორი, ხო? როგორ აპირებენ ისინი მაგალითად რომ აამუშავონ ეს კანონი? პირველი კანონი ვერ ამუშავეს, როგორც დავინახეთ. მე მაგალითად მინდა ვთქვა, რომ თავრობა ყოველთვის ეძახის ოპოზიციას უსამშობლოებს, ხო? დიახ. მე მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას, ქართულ ოცნებას სამშობლოა აქვს? თუ სამშობლოა ქართულ ოცნებას, მაშინ რატო იმყავათ რუსეთის მიმართულებით? რატო გააბატონეს საქართველოში რუსები? ასევე მიშაზორო იძახის აი ჩვენ ნახეთ ჭიათურელებს, როგორ ბაღაროელებს, როგორ ელაპარაკებოდა რუსი ინვესტორი, ხო? აი უპატივცემლოდ და უხეშად. აი ეს არის აქედანაც ჩანს ხო უკვე რამდენად ასე რომ თქვათ ძლიერად გრძნობს რუსეთი აქ თავს და საქართველოს მოქალაქეები არიან უფლება შეზღუდულები. ხო და მიშაზე რო ამბობდი თურქები შემოიყვანა და გააბატონაო, თვითონ რატო დაამატეს თურქების რაოდენობა საქართველოში? ანუ მოქალაქეობა რატომ ისეს თურქებს? პირიქით შემცირებიათ. ინდოელებს და ჩინელებს რატო აძლევენ მოქალაქეობას? არაბებს რატო აძლევენ მოქალაქეობას? ფილიპინელები რატო ჩამოიყვანეს საქართველოში და რატო დაასახმეს? ყველაზე უფრო პრობლემული მაინც რუსეთია, იმიტომ ის არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა. გასაგებია, მაგრამ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს ადამიანები, დაასაქმეს და ქართველებს არ დაგვიტოვოთ ჩვენ სამუშაო ადგილები. ჩვენ ქართველები უნდა წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ, საბერძნეთში, იტალიაში, კაცები ჩაისაკრეფლად, ქალები უკაცრავად და პამპერსის სარისხავად და ამავე დროს ჩვენ გვეძახენ უსამშობლოებს. თქვენ ხო გაქვთ ბატონობა სამშობლო? მაშინ რატო ჩაგრავთ საკუთარ მოქალაქეებს? თქვენი სამშობლო ხო საქართველოა? რატო ჩაგრავთ მაშინ საკუთარ მოქალაქეებს? რატო ყიდით საქართველოს უცხოელებს? თუ ხო სამშობლოს მოყვარულები ხართ და სამშობლო გააქვთ. სამშობლოს რატო ყიდით? იმიტომ რომ გამყიდველი მოღალატეები ხართ, აი ეს მინდა უთხრა ოცნებას და საზოგადოებას მინდა უთხრა რომ კარგად აფიქრდეს და კარგად გაიაზროს. უცხოელები გააბატონეს საქართველოში, საქართველოს ყიდიან და ამავე დროს ოპოზიციას ეძახიან სამშობლო არ გაქვთ. სამშობლო თქვენ არა გაქვთ ქართულ ოცნების ლიდერებო. დოლარებზე ხართ გაგიჟებულები და დოლარებზე რო გიჟდებით და ბიზინა ივანიშვილის რომ გადააყოლოთ მთელი საქართველო. დიახ, თქვენ არა გაქვთ სამშობლო თუ არა? ჩვენ სამშობლო გვაქვს და სწორედ სამშობლო მტკივა და გვაწუხებს, სწორედ ამიტომაც ქუჩაში გამოსული. 6 თვეზე მეტია სამშობლოს რომ მივტირივად და სამშობლო გვიყვარს, სწორედ ამიტომაც ქუჩაში უკაცრავად და ძაღლებივით დაყრილი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გვინდა გადარჩეთ, თუ არა? ბიზინა ივანიშვილის გადარჩენა გვინდა, ქართული ხალხის გადარჩენა გვინდა და საქართველოს მომავლის გადარჩენა გვინდა, მაგრამ საქართველოს მომავალი როგორ გადარჩება თუ კი უცხოელები გაბატონდებიან ამ ქვეყანაში და საქართველოს გაიყიდებოდა ქართული მიწაწყალი. რატო უნდა კონდეს ქართველი კაც სანატრებელი? უამრავი ქართველი მინახე რომ ნეტა მიწაწყალი მქონდეს და ვიშრომობდა საკუთარ ოჯახს ვარჩენდა და თურქის მონათ არ წავიდოდა ან ბერძენის მონათო. რატო უნდა ფიქრობდეს ამას ქართველი კაცი? რატო უნდა აზროვნებდეს ესე ქართველი კაცი და თქვენ ამავე დროს გამოდიხართ და ეძახით სამშობლო არ. თქვენ არა გაქვთ ბატონობა სამშობლო, თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები და დოლარებზე გაყიდულები. აი ეს არის ჩემი პასუხი. როგორ ფიქრობთ თუ მაგალითად აი ამას დაწერთ სოციალურ ქსელში ან იტყვით და ამ დროს მაგალითად თქვენ გექნება თუნდაც რაიმე ტიპის დახმარება ხო იგივე დონორი ორგანიზაციებიდან ასე შემდეგ თქვენ შეიძლება გამოგაცხადონ აგენტად ხო აი ამ კრიტიკული მოსაზრების გამო აი როგორ დაუპირისპირდებით აი ამას თქვენ როგორც მოქალაქე მესმის რომ თქვენ აქ გახართ ქუჩაში მაგრამ აი ეს როდესაც თქვა რეალურ აღსრულებაში მოვა ეს კანონი როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში საზოგადოებამ რა ამას გულისხმობ თქვათ საზოგადოება ტერორი დაიწყებს უკვე რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას მე მაგალითად ჩემსაც გეტყვით მე მაგალითად არა მასახკარი უსახკარო ცხოვრობ არავის წინაშე არ უმალავ ეს რეალობა 500 ლარია ჯარიმა გამომიწევს ზებრა გადასასვლელის გამო ღერძულაზე კვეთენ მძღოლები და 500 ლარიან ჯარიმას მათ აუწერენ ავარიულ შემთხვევას ქმნიან და ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ვარდება და 500 ლარია ჯარიმას არ უწერენ და ღერძულა გადმოსვლის გამორ 500 ლარი არ იწერება და ავარიულ შემთხვევაში ქმნიან ადამიანს 500 ლარიან არ უწერენ და ზებრა გადასასვლელის გამო 500 ლარი ჯარიმა გამომიწევს უსაკარო ადამიანს რომელსაც არ აქვს შემოსავალი არავით არის შემოსავალი მაგრამ ეგონათ რომ შემაშინებენ პირიქით მეტი აგრესია მიიღეს შემსკან ესეთი ბუნების ვარ ადამიანს უფრო მეტად მიპირისპირდება მით უფრო მეტად მიჩდება სურვილი დაუპირისპირდე მით უმეტეს როცა ეხება ჩემ ქვეყანას ხო საქმე ვერანაირად ვერ შემაშინებენ და საზოგადოების ნაწილი არის რომ ვერ შეაშინებენ ჩემსავებს შეიძლება ნაწილი შეეშინდეს მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოში რომ
3 მილიონი ნახევარი ადამიანი 9 მილიონის რომ არ შეუშინდეს ეს საკმარისია იმისათვის რომ ქართული ოცნება დამთავრდეს სამუდამოდ ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა ასე რომ იმაზე ფიქრი რომ თქვათ ჩვენ თელ საქართველოს დავაშინეთ ვერ დააშინებთ მასე ეგონა შახაბასას თელ საქართველოს შეაშინებდა მაგრამ ვერ შეაშინა თურქეთის იმპერია, სპარსეთის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, რომის იმპერია, რომელი იმპერია არ უნდა იყოს, რომ საქართველოს შემოდიოდა და შეუძლიათ რომ დააზიანო, ხო საზოგადოება? დააზიანო საზოგადოება, დააზიანო სახელმწიფო, ამას გააკეთებდა. ნუ ახლა ზიანის გარდა რა მოუტანიათ ქვეყნისთვის? საერთაშორისო ვალი აიღეს 30 მილიარდი და ისმის კითხვა, საწაიღეს 30 მილიარდი. საწაიღეს სადახარჯო 30 მილიარდი. რო ტრაბახობენ ქვეყნის ეკონომიკა 10% გაიზარდა. ხო იძახიან, 10% გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკაო რო იძახიან, 10% ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 90 მილიარდი არის დღეს ქვეყნის ეკონომიკა წლიური? კი. 90 მილიარდიდან 90%-ს 40 მილიარდი ნახევარზე მცირე შემოსავალი აქვს? არა რა თქმა უნდა. 90%-ს 40 მილიარდიანი შემოსავალი ჰქონდეს. მაშინ რა თქმა უნდა მოსახლეობის ნახევარს კი არ ექნება სულ რომ საქართველოს წავიდეს. არ ექნება სულ რომ. დიახ 90%-ს 40 მილიარდიანი შემოსავალი არა აქვს. 90 მილიარდი. და რატო? იმიტომ რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კორუფცია, არის საბანკო კორუფცია, არის აზარტულ თამაშების კორუფცია, რა თქმა უნდა თავისუფლად ეს კორუფცია არის, იმიტომ რომ მოსახლეობას ატყავებენ, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ახალგაზრდობას და რა თქმა უნდა სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად ბიზნეს ჩაწყობილი ტენდერებით, სხვადასხვა მეთოდებით, რა თქმა უნდა ხალხს ძარცვავენ და ქვეყანას ძარცვავენ. და რისთვის მოვიდა ბიძინა ივანიშვილის სათავეში რომ ერთეულები გაემდიდრებია? ანუ ოცნება რატო უწოდა პარტიას? პარტიას ოცნება უწოდა იმისათვის რომ ერთეულები გამდიდნენ ამ ქვეყანაში. დასცენა ამით ხალხს რომ ეოცნებათ ხო, თავისუფლება. თქვენ იოცნებათ მე მილიარდები მაქვს, მაიცა მილიარდენელი ვარ და თქვენ იოცნებათ და იხჩეს სიღადაგეში. აი ზუსტად ეს მიზანი იყო თავიდან ჩანაფიქრო რომ თქვენ იოცნებათ მე მილიარდების პატრონი ვარ და თქვენ რა თქმა უნდა იხჩეს სიღადაგეში და როდემდე უნდა ითმენეს ეს ყველაფერი საზოგადოებამ და ხმა არ უნდა მოიყოს. ამასაც მოითმენენ როგორ ფიქრობთ? აი ახალ რეპრესია საზოგადოება მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლო ხვალადაძე აღარ გვექნება და უსამშობლოების ოპოზიციას რო ეძახის თვითონ საზოგადოება აღმოჩნდება უსამშობლო. ეს არის ჩემი პასუხი. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მალხაზ ბათუმელების ლაივში ხარ, რას ფიქრობთ ახალ რუსულ კანონზე, რომელიც 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს და ის არის ბევრად რეპრესიული, რადგან ითვალისწინებს მაგალითად სოციალური ქსელების კონტროლსაც და ყველა კრიტიკული აზრის გამო, რომელიც ოცნების ხელისუფლების მიმართ შეიძლება გამოთქვა, ამის გამო შესაძლოა ან დაგაჯარიმონ, ან აგენტების სიაში ჩასმა მოგთხოვონ. რას ფიქრობთ? როგორც მოქალაქე ამას. მაგას ვინც აკეთებს, მაგათო ეხა ბათუმურად ცოტა იუმორსაც შევამატეთ, რომ ბათუმურად არიციან ზღვაში რომ ჩაყვინთავს. ესე რა ადამიანი და რომ ესე რომ ცდილობს ცოტა ხანი იყოს და რომ ამოყვინთავს და რომ გააგრძელოს. ან დიდი ტალღები რომ მოდის რომ ბანაობ და გადალახავ თუ არ გადალახავ და მაინც რომ გადალახავ, ესე გადალახავს ხალხი ამ ყველაფერს ამ დიდ ტალღებს და რაც უნდა დიდი ტალღები წამოვიდეს, ხო ადამიანი აუცილებლად მოქმედებს. ეს რა თქმა უნდა ეს არის ბუნებრივი რომ მოქმედებს. ან თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოქმედებს? ამ შემთხვევაში ეს პარალელია რომ მაინც ითმენს მოთმენის რაღაცები ხდება, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა, მაგრამ ბოლოს რო უკვე ხდება რომ ქართველი ესეა რა. ბოლოს უკვე ჯერ აცლის და ბოლოს უკვე უკეთებს ისეთ რაღაცას, რომელიც თვითონაც არ ელოდებიან, თუმცა ბევრ ამას ელოდებიან, ესენი უკვე ხდებიან, თუმცა იცინიან და სიცილში გადააქვთ ეს და აჩვენებენ ხალხს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ სრული აგონია აქვთ. ეს აგონია ეხა გაუნელდებათ, გადაუვათ დეპრესიაში, მე ამ დეპრესიას შეეგუებიან და მე ხალხი უკვე გამოვიდა, თუმცა შეიძლება ამას რამოდენიმე რა იძულებს ივანიშვილს რომ დათმოს მიტაცებული ხელისუფლება? ამას ყველა ხდება, ამას ყველა გზობს, რომ ამას როგორც ასტანაბაშიც ქონდა რაღაცა დააგვიან ასტანაბაშიც, ხო ფულის დარიგება, მოდი ფული დავარიგო და ეხლა ასტანა აღარ აქვს აზრიო რა შეგიჭამო, უბრალოდ უკვე დაინახა როგორ შეუჭამეს მასაც მილიონები რომ დაარიგა და მისმა ხალხმა შევიდა. აი ესეც ეხლა ამან დააგვიანა. ამას რომ მანამდე დაერიგებინა, მანამდე გაეკეთებინა რაღაცა, მართლა როგორ დაერიგებინა სოფლის მეურნეობაზე გაეკეთებინა. ეხლა ცდილობს რაღაცებს გარდაქმნეს, მაგრამ უკვე რომ ადამიანმა რომ დაინახო რომ თვითონ ქართველი დალეწა და რაზეც მას კრიტიკა ქონდა და დალეწვებია, უკვე რომ ქართველი რომ
დასისხლა უკვე ქართველმა იცის ეს არის დანაშაული. ვისაც არ უნდა დააბრალოს, ვისაც არ უნდა აკრას. ჩვენ ხო ვიცით ეხა ბათუმელებმა მით უმეტეს რეგიონებში რა მოხდეს, იცის ხო ჩემმა ნათესავებმა, იმის ნათესავებმა დაჯარიმებული რო თქვია. ან ძალადობას არ პატიობს საზოგადოება არა. საქართველოს არ პატიობს, ჩვენ ვარ ძალიან პატარა ერი და მით უმეტეს შიგნით რო ღალატობს, შენი ძმა რო ღალატობს, ხო? შეიძლება შეუნდო, მაგრამ პატიებით გამორიცხული შენდობა ის არის, რომ შეიძლება გამეცალე და იყავი შენთვის. ეს უთხრას რომ გამეცალე რა. და შეიძლება თან მით უმეტეს აქეთ ამ ცივილიზებული ხდება კი გამეცალე, ეს არ ხდება, ანუ ახალი რეპრესიები წამოიწყო. გამოცდილება როცა მიღებული აქვს რა, ამ შემთხვევაში შეიძლება ბოლომდე წავიდეს რაღაცეებზე და ჩვენ შეიძლება რაღაცა პირველი კითხვა რა იყო ომი გინდა, შეიძლება მაქამდეც მიიყვანოს, მაგრამ გამორიცხული, ამიტომ რომ დღეს აღარ არის ის დრო, რომ მეფე კატასეფერებოდეს და არ მიიღოს ჩვენ ისე. ყველა ცივილიზებული სამყარო ხედავს ამას, ჩვენს გვერდში დგას, მით უმეტეს ეხლა აი ამერიკამ რა გააკეთა, იმა რა გააკეთა. რუბიომ უკვე თქვა რომ ქართული ოცნება არის ანტიდასავლური ძალა. თავიდან რა მოგვივიდა, დაგვივარდა мотиваცია, მაგრამ მაინც აქ ვიდექით. ვიგზენით რომ ჩვენი გადასაწყვეტია, მაშინაც არ დავიშალა, არ დაიშალა არ თბილისი დედაქალაქი ხო, ჩემი თბილისი, ბათუმი არ დაიშალა, ქუთაისი არ დაიშალა ხალხი, ესე იგი მარტოც რომ დავჭერთ, ჩვენ არ დავიშლებთ, იმიტომ რომ აქ როგორ არის, ადამიანები არიან უკვე პატრიოტის დროშის გამოგვიძება მოხდა მაშინ, ეს რაღაც გენეტიკაში გამოგვიძება მოხდა. ეს რაღაცა ღიმილით და სიცილით ეს რაღაცეებით ეხა გადააქვს რაღაცა. თუმცა მე არის ხალხი, რომლებიც ამას ჩვეულებრივად მიხვდებიან, რომ თურმე რაც სუდი ყოფილა და მე კარგად წავა ყველა მისი შვილი კარგ სკოლაში ისწავლეს, სადაც არ ხდება მარაზმი რაღაცეები, რაც არის ნორმალურ ბაღში რომ ისწავლეს, ცივილიზებულ რაღაცებს რომ დაინახავს. მარტო ის არ არის რომ ტელევიზორში უყურე რომ კარგია და აქ ამას ყველაფერს დაინახავს, თვითონ მანაც იგზავს მის ადგილს. ისინიც ყველა გახდება და мотиваცია მიეცემა ერს და ქვეყანა განვითარდება. ეხა გვაქვს ბევრი გადასალახი, რა ვიცი რა, ბევრი რაღაცები. კი ბატონო. თუმცა ეხა რა 2000 კაცი ყავს, ეხა 2000 კაცი, რომლებიც მის გვერდში არის, ის გაეცლება, იმიტომ ეხა ხო ხედავ პოლიციელები, ყველა ხალხის ხარესა. ვიღაცები აჯერებენ ის, მაგრამ თვითონ ხდება, თვითონ. აუცილებლად წავა. შეიძლება თვითონ არ გამომთხოვრო, რამდენიც მისი გვერდში მდგომები, რომლებიც გაყიდენ. და თვითონაც იცის, როგორ გაყიდენ და როგორ გაუმაძღრა შეჭამეს მისი ფულის და ხალხის. იძინა გაყიდა ეს ამას გულისხმობ? ქვეყანა გაყიდა. ქვეყანა ცხადია, ხო? ხო, ფული რა, ფულის ინტერესი აქვს მაგას. ცხადია. ქვეყნის ინტერესებს ცხადია, რომ აზიანებს ეს კანონები. მას უღალატეს ეს თვითონაც იცის, მაგრამ ეხა გააკეთებს ეს ეტაპებს, გააკეთებს, რომ თვითონ გაეცლება და ამათ ყველას ასაგებინოს თვითონ. ნახოთ, მადლობა. რას ფიქრობთ, მოგესალმებით პირველ რიგში, რას ფიქრობთ აი ამ მეორე რუსულ კანონზე, რომელსაც დაარქვა ფარა ოცნებამ, რომ თითქოს ამერიკული ფარა, სინამდვილეში არის რუსული კანონის ძალიან ცუდი ვერსია, იმიტომ რომ პირდაპირ ტოტალურად ებრძვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ხო? თქვენ როგორც მოქალაქე, როგორ შეეწინააღმდეგებით ამას, რას ფიქრობთ? იცი სიმართლე რომ გითხრათ, არანაირი კანონი არ გამიკვირდება, მაგათგან ეხლა რომ შემოიღო და უცბად სუნთქო აკრძალესო, ეგეც არ გამიკვირდება. მოქალაქეების ხელში არის. პრინციპში როცა ლაპარაკს გიკრძალავენ, შეიძლება თქვა რომ სუნთქვასაც გიკრძალავენ, იმიტომ რომ თუ ვერ გამოხატავს ადამიანი, ხო, თავის გრძნობებს, ემოციებს, ეს არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ალბათ. კი, ეგრეა. ყველაფერი ერთ-ერთი მეურდება, როგორც რუსეთში გააკეთეს, აი ჩვენთანაც გადმოაკოპიეს და აკეთებენ ყველაფერს ისე. ერთადერთი ჩვენი ვალდებულება არის, რომ არ შევეგუოთ, უბრალოდ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ კანონებმა იმუშაოს. ძალიან ცუდია ზოგადად. დიქტატურისკენ მივყავართ ყველაფერს. დიახ და რა მაინტერესებს ეს დაიწყებს თუ არა თუნდაც იმ ტიპის გამოღვიძებას საზოგადოებაში, რაც იყო რუსული კანონის პირველი ტალღის დროს, მაგალითად მარტის აქციების დროს. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ? ეხლა ზუსტი რეცეპტი არა მაქვს რა მოხდება, მაგრამ ის ხალხი, რომელიც მაშინ პირველი რუსული კანონის დროს გამოვიდა, ის ხო არსად არ წასულა, ის ბრაზი სადღაც არის დამარხული და შესაძლოა ის ბიძგი მოხდეს, იგივე გამოვიდეს იგივე ხალხი და შეეწინააღმდეგოს. ბრაზი არ გამქრალა არსად. ალბათ ცოტათი გადაღლა მოხდა საზოგადოების, იმიტომ 175 დღეა დღეს, რომ უწყვეტად ქუჩაში დგას. კი ბატონო.
და ეს ხალხი რომელიც ამ ბოლოს უკვე აქციაზე არ არიან, მე ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ისევ გამოიღვიძებს და გამოვახავს. მადლობა. ეს წარმომდგენია იმათმა, რომ ისა აზრი შეიცვალონ და ოცნებას მიცენ ხმა, ან საპირისპირო კანონს დაუჭირონ მხარი. ბატონო, მადლობა. გაგვიზიარა თქვენი მოსაზრება. ბათუმელების ლაივში ხართ, მოგესალმებით. ქართული ოცნება აპირებს ახალი რუსული კანონი შემოიტანოს, თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია, რომელიც ბევრად უფრო რეპრესიულია, ანუ კრძალავს საკუთარი აზრის გამოხატვას სოციალურ ქსელებშიც, თუ გააკრიტიკებთ მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებას, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება თქვენი შემოსავლებით და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ ამაზე? რა არის ეს? ერთი, ხო, ცოტა გდელი შეკითხვა გამოგივიდა. მე ბიძინა რომ გამოჩნდა, მოკლედ გეტყვი, 2011 წელს ეკა მერიძესთან ინტერვიუ მიცა. დიახ. ილაპარაკა საათი 3:30 დაახლოებით და მე დამთავრდა ყველაფერი ესა და მე აღწერე მისი ისა და ყველაფერი. ის გაზეთში რომ გამოაქვეყნეს, საქართველოს სახელმწიფო გაზეთში, 7 დიაგნოზი რომ დაუსვი, დიაგნოზი, ყველა გაამართლა ბიძინა. და ვიგეთ, პატრიოტიზმი არ აქვს, ეს არ აქვს, თვისებები არ აქვს, ინტელექტი არ აქვს. კარგი, ბიზნეს მიზნები გაიგო მე მგონი საზოგადოებამ, მაგრამ აი ამაზე რას ფიქრობთ? ამუშავებს ამ კანონს, იმიტომ რომ პირველი კანონიც არავინ დარეგისტრირდა ამათ რუსულ რეესტრში, ასე რომ ვთქვათ. ახლა აპირებენ რომ პირდაპირ 5 წელი ციხი დააშინონ ადამიანები. თუ მოახდენს ეს გავლენას? საქართველოს ისტორია ბოლოს და ბოლოს გაბრაზებამდე რომ მიიყვა, გაბრაზებული ქართველი კაცი ვეღარ აიმორჩილე დაუმორჩილებელი. ეს ციხეები ეგრესარი დანამატებს აჩერს. გადაიტანოს ყურადღება სადღაც. და ჯერჯერობით გადა. ან თქვენ ფიქრობთ რომ არც ციხე დააშინებს ქართულ საზოგადოებას? ვერა, გამორიცხულია. ეს გენეტიკურად ქართველმა კაცმა არ იცის რა არის დაშინება. როცა სამშობლოს ეხება და პატრიოტის ეხება და ოჯახის ღირსებას ეხება. ეს არ იცოდა ოცნებამ, როცა აშინებდა აბაომი გინდა, არ იცოდა, რომ არ ეშინია ქართველ კაცს. აბაომზე რომ ლაპარაკობდა მაგი ხო? დიახ. მისმა აბაომი გინდა და ზუსტად გამოვიდა მისი საწინააღმდეგო გამოვიდა. ჩვენ შვიდობა თუ გინდა, აბა რატო ამწარებ? რატო იცე, რატო ყავს ესენი ყველაფერი ანტი სამშვიდობო საკეთებს ყველაფერს. იმდენი ლაპარაკა შვიდობას ამყარებთო. ომი მიიღო, მისი აი ბუნდი მიიღო, ბუნდი არის ჩამოყალიბებულია. დიახ. ძალიან კარგია სპარტაკული. ძალიან კარგად იქნება, ეს ყველაფერი კარგად იქნება. ანუ თქვენ გაქვთ იმედი, რომ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს? დამარცხებული ქართული საზოგადოება რუსეთმა რომ დაეპყრო იგი ხო და შემოუშვეს რუსი გუბერნატორი ყავდა არანცოვი თუ რომელიღაც ყარი. ჩხუბები და აუჯანყდა ქართველებმა ერთხელ ორჯერ სამჯერ და ბოლო მეფე უთხრა იქიდან რომ ძალადობით ეს ხალხი არ შეიძლება დამორჩილება. მოფერება რაღაცაები კარგი დააჩვენა თქვენი კარგი სახე და იმ გუბერნატორის მერე ძეგლი დაუდგეს მერე ქართველობა ხალხი. გაუგეს ქართველს ძალადობა ქართველზე არ გადის. ალბათ ამიტომ დაიწყო რუსეთმა ეხა ჰიბრიდული ომი პრინციპში საქართველოსთან და არა იგი ისეთი ომი როგორც უკრაინასთან. ამიტომ არის 100,000 იგი რუსეთი ჩამოსულია ხა. ამ ბიზნეს ვერ ჩავამარო ხო? რა უნდა ვქნა იცი? აი ფულზე უნდა აყურებიო, ფული კონდეს ის მეორე. მაგრამ საჭმელი ცოტა მიეც. ამიგეთ? რატო იცი? რატო ხო შეიძლება არალეგალურად არ მიიღო არ შემოუშვი? ჩვენ ბათუმში არის უკვე რამდენი სახლები, მინები, სამუშაოები იყიდეთ. თუმცა თქვენ ალბათ იცით რომ საქართველოს მოქალაქეს აღარ მისცეს, ანუ აღარ გაუგრძელეს საქართველოს მოქალაქეობა. მხოლოდ იმიტომ რომ ზარქუას ჰქონდა მასთან დაპირისპირება. მოდი ეს სიტუაცია ვიტყვი და არის წყალად და უძდელურად არ ჩავარდი. მე მაგი ოფიციალურად მაქვს დაწერილი. მე მაგას ვუძახი მაგას სტატუსი მაქვს დაწერილი ისეთი რომ მიწასთან გავასწორი ისეთი არ მიგინებოდი რამოდენ. მე მაგას ზარქუას არ ვუძახი. მე მაგას ვუძახი ზარქუას. მოსაგები. ეს იცის ყველა. მადლობა. თქვენ მადლობა რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. თქვენ რას ფიქრობთ ამ აი მეორე რუსულ კანონზე?
რატომ დასჭირდა დამკაცრება რეპრესიების ოცნებას? როგორც რატომ დასჭირდა? ხედავს რომ ხალხი არ ურჩილებს ხალხი. და თუ პირველი კანონი ვერ ამუშავა, რის იმედი აქვს ახლა ვთქვათ? ალბათ ამუშავების იმედი აქვს ახლა. დაპატიმრებების, რომ დაპატიმრებით შეაშინებს? ხალხი ისე არის, ხალხი გარკვეული ნაწილი შეშინებს და ალბათ დანარჩენი შეშინებას აპირებენ რომ თუმცა არ ვიცი ვერ გეტყვით ახლა ზუსტად, მაგრამ მე მგონია მან გაამართლოს. ახამდე არცეთ კანონს რომელიც მიგეს არ გამომართლებია. მე მგონი არ გაამართლებს. ნახოთ მომავალი გიჩვენებს. თუმცა სიმართლე გითხრათ თუ კი დაუშვათ ეს კანონიც ვერ ამუშავეს, რაღა დარჩება ოცნებას ხელში, რომ ესეთი ადამიანები, რომლებსაც არ სამშობლო უკავს, არც ქვეყანა და ხალხი და ხოლმე საკუთარ თავზე და მარტო ერთ კაცზე არ მაგალითად პარლამენტზე ვარ. ასეთი ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ყველაფერის მოგონება შეიძლება. აბსოლუტურად ადამიანს შეუძლია ისეთ ხედავთ რა ხდება, მანქანა არ ყავს და აპატიმრებს, მანქანა გააჩერება, მართვის მოწყობა არ აქვს, მანქანა არ ყავს, მაინც და რა უნდა ქუჩაზე არის გადაკეტებებიან, გასაგებია რა. ხერხულია ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი რაღაც ადამიანური თვისებები დაიკარგა ჩემს აზრით. იმისთვის რომ ცოტა ეს არის ხელი დამარტყა ქალმა და მეტკინაო. მაგაზე ცოტა ხერხულია. ამაზე რაღაც შემიძლია. კიდო რაღაც შემიძლია ვთქვა. კაცებისთვის ეს სირცხვილი იყო ძალიან? კაცები, რა ეს სირცხვილი კი არ იყო, ეს იყო ჩვენ კაცი, მამაკაცი, როგორც მამაკაცი მე შეურაცხყოფილი ვარ, რომ როგორ ვერ ავწი ყურებით ეს ვირიშვილი მოდის უძდელი კაცი. საშინელება ეს ბიზინა ეს მე აღარ შევედი მაქსიმუმ ბიზინა მაგას ყველაფერს აკეთებს მიზან მიმართულად. რადგან იტრაბახა რომ ჩვენ შვიდობა გვიდა რაღაცა აი ფაქტიურად შემოქმედებით და აკეთებს იმას რომ ჩამოარდეს ესე უთიეჩუღლი თვითონ შინ საქართველოში. ანუ აკეთებს იმას რომ სილაჩრე წარმოაჩინოს ღირსებად? ყველაფერი იმას აკეთებს, რასაც ახლა აკეთებს, ეს არის გამოთვლილი, ფსიქოლოგიურად დასაბუთებული ისა და ძალიან ბევრია. ეს ბიზნეს მეთოდია თუ რუსული მეთოდია, როგორ ფიქრობ? რუსებს დაანებდა, რუსებს ჩვენ მოსწავლეთ კიდე ბურთი და აჰა, ბიზნეს შემუშავებული მეთოდია. საერთოდ ცოტა კაცო. რუსეთი ერთიობი მოხდა, რუსი ქართველი იყო, მეორეული ქართველი იყო და აჰა. აბი ჩვენ ხო ჩვენ მოსწავლეთ და ჩვენ იშრავს რას? შემოქმედებით და აზროვნებით. რუსებს დააბრალეთ, რუსებს გასაგებია. კარგით, დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. შევეცდებით რომ სხვა ადამიანებსაც გავესაუბროთ ამ ახალ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად ემუქრება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ახალგაზრდები მინდა ჩაგწეროთ. ოცნება აპირებს ახალი რუსული კანონის ამოქმედებას, როგორც იცით. არჩი თქვენ ჩაგწერთ, რომ 1 ივნისიდან აპირებს, როგორც იცით, ოცნება ახალი რუსული კანონის ამოქმედებას, რომელიც არის ბევრად რეპრესიული, იმიტომ რომ ციხეა, ვთქვათ, თუ კი აგენტად დაგარეგისტრირებენ 5 წელი ციხეა, აპირებენ რომ თითქოს სოციალური ქსელები გააკონტროლონ და ყველა კრიტიკული აზრის უკან დაიწყონ დევნა ადამიანების. როგორი განცდა გაქვთ თქვენ? ამუშავებენ ამ კანონს თუ ვერა? რუსული კანონი თითქოს თაროზე იყო შემოდებული, მაგრამ მაშინ სხვა მოცემულობა იყო, ხელისუფლება შედარებით ნაკლებად რეპრესიული ჩანდა გასულ წელს გულისხმობ, მაგრამ ეს ჩანდა თორე არ იყო. მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ და რასაც ვაკვირდები მათქმედებებს, ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მათ სრულად სურთ ჩაახშონ სამოქალაქო საზოგადოების ხმა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის სრულიად დაჩაგვრით და ტოტალური კონტროლის გახოცილება უნდა. ამაზე ხშირად საუბრობდით ჩვენ, რომ ავტორიტარული რეჟიმების მომავალი და მათი პერსპექტივა, მათი გადმოსახედიდან არის ტოტალიტარული მმართველობა და ბიზნესმენში სწორედ ამ გზას უდგას. ეს აღარ არის მხოლოდ რუსული. მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ამ ტემპით გააგრძელებს იონიშვილი მმართველობას და შეერჩება ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, ქართული ხალხი გაუტარებს ამას, რაც არ მგონია რომ ასე მოხდეს, მაგრამ მაინც ჩრდილოეთ კორეის ტიპის სახელმწიფო იქნება, ეს კრიტიკული აზრი უბრალოდ აღარ იქნება, ყველას ერთი აზრი გვექნება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში
ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ხმის მიჩქმალვის კი არა მისი გაქრობის და ციხეს ჩასმის მცდელობა. არ ვიცი რამდენად გამოვა და მგონია რომ არ გამოვა, მაგრამ მცდელობა არის და მგონია რომ ბევრი ისეთი ადამიანის შეწირვაზე წავა ქართული ოცნება, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ პროტესტის ავანგარდში იმყოფებიან და მათ შეუძლიათ საზოგადოების ფართო მასებზე გავლენის მოხდენა ან კიდევ ევროკავშირიდან და დასავლეთიდან აქ მხარდაჭერა. სწორედ ამას ვთქვი რომ ისეთი ადამიანები რომლებიც სარგებლობენ ამ ავტორიტეტით როგორც შიდა საზოგადოებაში ასევე საგარეო მხარდაჭერის ამბავში გამოკეტონ რათა მათ კომუნიკაცია აღარ ქონდეთ უცხოელ ჩვენს. კი ბატონო, ოცნება ბოლო იმედია ასე რომ თქვა იყო ებღაუჭებოდა ტრამპის ადმინისტრაცია და ასე შემდეგ არ უპასუხეს მათ წერილს და ამაზე საჯაროდ ვერ დამალა და გამოთქვა წუხილები რომ არ გვიპასუხესო, თუმცა დღეს უპასუხა მათ რუბიომ და თქვა ღიად რომ ოცნება არის ანტიდასავლური ძალა და ჩვენ მოვიფიქრებთ როგორი იყოს ჩვენი რეაქცია. რას ელოდებით, როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქცია რომ ქართველი ხალხის გაძლიერდეს აი ამ ბრძოლაში? რა თქმა უნდა, იგივე მოლოდინი არ მქონია, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ 20-იან დღის შემდეგ აქციებიც აღარ იქნებოდა და ტრამპიც ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს. იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში იქ ადმინისტრაციები მუშაობენ დემოკრატიულ, როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და მათ აქვს სახელმწიფოებრივი ინტერესი, ამიტომაც იკითხავს სწორად რუბიომ, რომ თუ ეს ამერიკის ინტერესებში არ ჯდება, მაშინ გავცემთ პასუხსო და მგონია რომ არ ჯდება ამერიკის ინტერესში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც კავკასია და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური მდებარეობა, აქ იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს. არა თუ ეს ძალადობრივი გზებით მოხდება, ან ღია ჩარევებით შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ასე შემდეგ. არა, ეს იქნება რა თქმა უნდა ამერიკის მხრიდან იმაზე პასუხი, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ანუ შეიძლება სანქციები გააძლიერონ, ეს იქნება პასუხი. თუ შეიძლება უფრო მკაცრიც იყოს მათი უფრო მკაცრი არ ვიცი რა შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს, მაგრამ მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად სანქციები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ახლა არის და ვიდრე ქართული ოცნება ელოდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება გვეუბნებოდა რომ მეგობარაკს არ მიიღებენ, სანქციები არ იქნება, ტრამპი ჩვენ მხარს დადგება, მაგრამ რასაც გვეუბნებიან ძირითადად საპირისპიროდ ხდება. იმიტომ რომ ისინი უპირისპირდებიან ცივილურ სამყაროს და ცივილურ სამყაროსთან დაპირისპირებული ძალები ანქრებიან, ან უბრალოდ ხელისუფლებაში ვერძლებენ დიდხანს. აშენ მაინც მინდა გკითხოთ რომ აი ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხო რომ ახალი თაობა ეს არის ციფრული თაობა, ეს არის მთლიანად ასე რომ თქვათ რაღაც ტექნოლოგიების თაობა, ინოვაციების და ასე შემდეგ, რომელსაც ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს ამ სოციალური ქსელები იქნება თუ პლატფორმები თუ ასე შემდეგ, ხო? როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ რომ აი ციფრული თაობა გააკონტროლონ ან მათ ეს სივრცე გაოქრონ. ანუ ტოტალურმა რაღაც მარწუხებმა ეს სივრცე გააქროს თუ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სტუდენტების ნაწილი რაღაცნაირად ბათუმში, ვერ ვიტყვი თბილისი, ალბათ ბათუმში თითქოს რაღაცნაირად გაპასიურდა, ხო? მათზე იმოქმედა რამე, ამან იმოქმედა ამ რეჟიმის მარწუხებმა თუ სხვა რამე. და აი ამ სივრცის კონტროლი მაინც როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? დათმობენ ისინი სიტყვის თავისუფლებას. მგონია რომ იმოქმედა არა რეჟიმის მარწუხებმა, ამან ნაკლებად, არამედ განცდებმა და მოლოდინებმა. რაღაც მომენტში მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციებს ახასიათებს ეს, როდესაც ადამიანები გადავარდებიან ხოლმე დროებით დეპრესიაში, ისინი დროებით განიცდიან უიმედობას, მაგრამ ჩვენს თაობას ახასიათებს ერთი რამ. ჩვენივე უიმედობა ხდება ჩვენი ძალიან დიდი იმედის მაპროვოცირებელი და ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივართ, როცა თითქოს გამოვიზამთრებ, გაზაფხულს არ დავარქმევ ამას, იმიტომ რომ თუ ამბობ რომ ძელვადიანი პროცესია და მე ეს ნაკლებად მგონია, სადღაც მგონია რომ ქართული ოცნება დამარცხდება, მაგრამ ეს აუცილებლად არის ნერვების ომი და ამ ნერვების ომში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ამას, პირველი კომენტარი რაც მინდა გავაკეთო, დღეს ციფრულ სამყაროში, მსგავს ტექნოლოგიების განვითარებულ სამყაროში ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა იყო ქოცი, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველი ამ მხარდამჭერი, ან წევრი მით უმეტეს, ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თუმცა პროპაგანდისთვის ძალიან კარგად იყენებენ ამ ციფრულ პლატფორმებს, ხო, ბოტების ქარხანის. უბრალოდ
გაგება არ გვინდა, თორე ძალიან მარტივია ქართული ოცნების თუნდაც ნებისმიერ განცხადებაზე ChatGPT-ს რო ვკითხოთ, ყველაფერს დეტალურად აღწერს რა არის ტყუილი, რა არის სიმართლე და ასეთ ეპოქაში მე მათი მაკვირვებს ქართული ოცნების წევრების და მხარდამჭერების, იმიტომ რომ თუ რამე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ძალიან მარტივად შეიძლება რეალური მხარდამჭერები არიან ისინი თუ უბრალოდ ამ შიშის ქვეშ არიან, დიახ. უფრო მგონია რომ კარიერისტები, იმიტომ რომ ისაუბრია მე ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერებთან და წევრებთანაც, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩემ გარშემო იყვნენ რამდენიმე წლის წინ. ისინი ჩემნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ კარიერისტობამ გადაწონა და გახდნენ ქართული რეჟიმისგან უნდათ კარიერა? რეჟიმის მთავრობაში ასე რომ ვთქვათ, მათთვის საინტერესოა კარიერა? ხო, მათთვის საინტერესოა კარიერა და მერკანტილური ასე ვთქვათ, სურვილები, რომ თავი დაიმკვიდრონ ნებისმიერ სიტუაციაში. სხვა ახსნა არ მაქვს, იმიტომ რომ შიში შეიძლება ამ შემთხვევაში რაღაცის გაიშინოდეს და არ აპროტესტებდა, მაგრამ მისი ნაწილი შიში ნაწილად ვერ გაქცევს. შეიძლება მისგან დაგაცალკეოს, პროტესტისგანაც გამოგყავს, მაგრამ იყო ქართული ოცნების სისტემის ნაწილი, ეს ხო შიში არ არის, ეს არის ამ წევრობაზე გულისხმობ. ამ შემთხვევაში არის პირადი სურვილი და არანაირი ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნება და რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდებზე ამ მოცემულობას რაღაც პერიოდში ეს ახალგაზრდები ისევ გამოვიღვიძებთ, უფრო მეტად გავააქტიურდებით, იმიტომ რომ ასეთ ეპოქაში დიქტატორები ვერ იმარჯვებენ. შეიძლება მათი მმართველობა იწელება, რამდენიმე წლით გრძელდება, ამ შემთხვევაში არ ვთქვი ასე იქნება, მაგრამ დგება მომენტი, როცა ყველა დიქტატორი მარცხდება. ყველა ეპოქაში იცის ეს ივანიშვილმა გააზრებული აქვს თქვენი აზრით? ივანიშვილს მხოლოდ ეგო ამოძრავებს და რაღაცა მანიები ძალაუფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მგონია რომ რომელიმე დიქტატორმა იცოდეს რომ მის მალე დამთავრდება, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება, იმიტომ რომ ორი მხარე არა მართლა ეგრე არა პოზიცია ოპოზიცია, უბრალოდ ივანიშვილი და ქართველი ხალხი და ჩვენ ისტორიის მანძილზე სულ ამას ვხედავდით, ვინც უპირისპირდება ქართულ ხალხს. მთელი ისტორიის განმავლობაში ასე იყო. ყველა დიქტატორი, ყველა მმართველი, ყველა ტირანი ისინი მარცხდებოდნენ და ქართული ხალხი იმარჯვებოდა. სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე და ერთადერთი რაც მაიმედებს არის ეს, რომ რთულ მომენტებში ქართველების გადარჩენის უნარი და ასე ვთქვათ თვითრეფლექსია არის გადამრჩენელი და ერთადერთი ძალა, რაც რამაც შეგვინარჩუნა ჩემი აზრით ეროვნული იდენტობა. მადლობა არჩილ. პოზიციის გაზიარებისთვის მეგობრებო, ვინც ახლა შემოუერთეთ ბათუმელების ლაივ, შეგახსენებთ რომ საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში, იცით ალბათ რომ მე-6 თვეა ფაქტობრივად ქვეყანაში ხალხი აპროტესტებს ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიტაცა ფაქტობრივად ხელისუფლება, რადგან ეს არჩევნები არ უღიარებია ქართულ საზოგადოებას და მათ შორის არც საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამისად ეს ხელისუფლება ითვლება არალეგიტიმურად და არაღიარებულად. მოქალაქეები, რომლებსაც თვალს ადევნებთ ჩვენს ჩართვაში, ითხოვენ ახალ არჩევნებს, ითხოვენ რომ გადადგეს ოცნების ხელისუფლება, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და მათ საქართველოს საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცეთ რომ თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ივნისიდან ფაქტობრივად ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს ახალი რუსული კანონის ამოქმედებას, რომელიც გაუარესებული ვერსიაა იმ 1 კანონისა, რადგანაც ფაქტობრივად ეს ითვალისწინებს ტოტალურ კონტროლს, ფაქტობრივად ზღუდავს, კი არა ზღუდავს, აქრობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, აი ამ კანონში თუ ჩავხედავთ, მაგრამ როგორც ჩვენთან ჩართვებში მოისმინეთ მოქალაქეების მოსაზრებები, ისინი ამბობენ, რომ როგორც 1 რუსული კანონი ვერ აამუშავა ქართულმა ოცნებამ, იგივე ბედი უწერია მეორე რუსულ კანონსაც. შესაძლოა ამ კანონმა დააზიანოს სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა ვერ მოახერხებს ქართული ოცნება მთლიანად გააქროს ამ ქვეყანაში თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. დღეს როგორც გითხარით თავიდან ჩართვაში ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და აი იქ ისაუბრეს
ამ უწყების ხელმძღვანელმა ესაუბრა მათ იმ მექანიზმებზე, თუ როგორ აპირებენ ისინი ეგრეთ წოდებული ფარას ამოქმედებას, რომელიც რეალურად არის რუსული კანონი და არაფერი საერთო არ აქვს მას ამერიკულ ფარასთან. და აქედან გამომდინარე ამ შეხვედრიდან გამოსული ადამიანებმა გააკეთეს შეფასებები და მათი შეფასებებიც ცხადყოფს თუ რამდენად რეპრესიული და რამდენად მძიმეა ეს კანონი, რომლის ამოქმედების სურვილი და იმედიც აქვს ქართულ ოცნებას. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა იურისტი საბა ბრაჭველიც, რომელმაც ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და მინდა რომ გაგიზიაროთ მისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ის საუბრობს იმაზე, რომ ფაქტობრივად რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც არის ანტიკორუფციული ორგანოს ხელმძღვანელი, უთხრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ამ კანონით ქართული ოცნება აპირებს ორგანიზაციების, სამოქალაქო ორგანიზაციების გაქრობას, დაყადაღებას, ძალით დარეგისტრირებას მოქალაქეების რუსულ რეესტრში, აგენტების რეესტრში. ფაქტობრივად ეს კანონი ადამიანებს უკრძალავს თავისუფალი სიტყვის გამოხატვას, მათ შორის სოციალურ ქსელებში და თუ ადამიანი მაგალითად ფინანსდება, ან რაიმე ტიპის გრანტი აქვს მიღებული, დასავლური გრანტი აქვს მიღებული, მაგრამ ის მაგალითად სოციალურ ქსელებში გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ამ პიროვნებით შეუძლია დაინტერესდეს ანტიკორუფციული ორგანო და დაიწყოს ამ ადამიანის დევნა, ასე რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ის მაგალითად მსახიობია, ბუღალტერია, მასწავლებელია, შეიძლება საერთოდ არ იყოს მედიის წარმომადგენელი, იყოს სულ სხვა სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ თუ ის ღიად გამოხატავს კრიტიკას და პროტესტს ოცნების ხელისუფლების მისამართით, აი ამ კანონის საფუძველზე ოცნების ხელისუფლება შეუძლია დაინტერესდეს ამ ადამიანის შემოსავლებით, ფინანსებით და თუ კი ჩათვლის საჭიროდ მას შეუძლია აიძულოს ამ მოქალაქეს, რომ დარეგისტრდეს უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში და თუ უარს იტყვის ეს ადამიანი, მაშინ ამ კანონით მას ემუქრება 5-წლიანი პატიმრობა. აი ასეთი რაღაც ბრუტალური კანონის ამოქმედების იმედი აქვს ქართულ ოცნებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხედავენ, რომ მთელი 6 თვეა ქვეყანაში არ წყდება პროტესტი, საქართველოს მოქალაქეები ღიად აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ამ კანონს და ისინი ბოლომდე დაიცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და თქვენ მოისმინეთ ჩვენ ჩარტვებშიც, რომ მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ქართულ საზოგადოებას, თავისუფალ საზოგადოებას, რომელმაც იცის რას ნიშნავს რეალური სუვერენიტეტი, რეალური სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა, ამ მსგავსი რუსული კანონებით ვერ შეაშინებენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეს გამოეხმაურა აი ამ ეგრეთ წოდებულ ფარას, მეორე რუსულ კანონს ამ შეხვედრის შემდეგ და ის წერს ასევე სოციალურ ქსელში, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს პრაქტიკულად ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური გამოხატვის კრიმინალიზაცია დაუშვას, რომელსაც ჟურნალისტი, მკვლევარი, იურისტი, არტისტი, რეჟისორი, რედაქტორი ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გამოხატავს იმ შემთხვევაში, თუ ის უცხოურ დაფინანსებას იღებს. ანუ ამ კანონის მიდგომა ასეთია, რომ თუ იღებ უცხოურ დაფინანსებას, მაგრამ გამოხატავ მოსაზრებას საჯარო პოლიტიკაზე და ცდილობ, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედებას თქვა შენი შეხედულებით და შენი აზრით, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება გაიძულებს, რომ დარეგისტრირდე აი ამ უცხოური აგენტების რეესტრში. და თამთა მიქელაძე წერს, რომ აი ამ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არც კი მალავს, რომ არც კი გეგმავს უпроსორად შეამოწმოს ეს გამოხატვა მაგალითად რამდენად უკავშირდება დაფინანსებას და მით უმეტეს დონორის კონტროლს. პრინციპში რაზეც ისაუბრეს ამ ადამიანებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ასევე მედიის
წარმომადგენლებმა ეს კანონი ტოტალურად არის მიმართული იქეთკენ, რომ საერთოდ გააქროს კრიტიკული აზრი საზოგადოებაში, მთლიანად გააქროს თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ადამიანების მოსაზრება და განწყობები არის სრულიად სხვა, რასაც ვისმენ ჩვენ მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრებით აქ ყოველდღიურად, რადგან ყოველდღიურად იმართება ეს საპროტესტო აქციები ბათუმში, თბილისში და ზუგდიდში და სხვა ბევრ ქალაქში, ყველგან ადამიანები თავიანთ საუბრებში გამოხატავენ სიმტკიცეს და ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, რომ მათი თავისუფლება შეიზღუდოს ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონებით. ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე დაიცავენ ამ ქვეყნის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება რეალურ საფრთხეს უქმნის აი ამ რუსული კანონებით და ამ რეპრესიული მექანიზმებით. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ დღეს არის 175 დღე ბათუმში, პროტესტის დღე, როდესაც ადამიანები იკრიბებიან და ასე გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას, თავიანთ მოთხოვნებს აფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ გადადგეს ქართული ოცნების ხელისუფლება, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, რადგან მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში შეძლონ ახალი ხელისუფლების არჩევა. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში თვალსადევნებდით ჩვენს ჩართვას და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.